მე არ ვიცი სამზარეულო არ მეგულება, სადაც ლობიოს არ იყენებდნენ მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როგორც რაჭაში იციან, მე მგონი ასე არსად არ იციან. თუმცა ჭადის შემთხვევას ცოტას გადავუხოთ და გავაკეთებთ ესეთ შერეულს ჭვიშტარს, რომელსაც დავუმატებთ აუცილებლად რაჭულ ლორს. რაჭულ ლორი იმდენად მიყვარს, რომ შემიძლია ყველაფერში გამოვიყენოთ, წვნიანებშიც და თუ არ გაგისინჯავს მით უმეტეს ძალიან საინტერესო გელის დღეს, ესე ვთქვათ, არომატების კომბინაცია. კი, თუ დამიჭრი ლორს ესე ძალიან წვრილად და ძალიან თხლად, შემდეგ შეგაწუხებ და თუ შემოგუსავაშა, დატრიალდი ახლა სამზარეულოში. ახლა პროფესიონალიზმიც არ გამაჩნია ჯერ-ჯერ. ყოველ პარასკევს ძალიან იღლება ხოლმე ვაშა. ვიკანცები კერძების კეთებაში, ხო. თან კერძების მომზადების დაიკავე ხოლმე შენი ადგილი. რაღაცა ელემენტარულ თუ გამაკეთებინებ მოვა. ლორს თუ დაგვიჭრი, მაშინ ძალიან კარგი ხოლმე როლში და აზარტში და ჯობია რომ მოვარგოთ. რაც შეეხება ჭვიშტარს, მე ცოტა შევეცდები რომ გაგილესო დანები. რაც შეეხება ჭვიშტარს, გამოვაცხობთ ასეთ ლამაზ ფორმაში ღუმელში და მისთვის რა დაგვჭირდება ლორის გარდა. დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, სიმინდის ფქვილი და შემდეგ ამ სიმინდას შეგიძლია გამომართვა ლორი და დაჭრა და მინდა ნახო რა კარგად გამოიყურება ეს ლორი და იცი რატო, იმიტომ რომ არის პირდაპირ რაჭიდან მორთმეული. ეს ნაჭერი რატო არის შერჩეული? გადასარევი ნაჭერია და იმიტომ. უკანა მხარეს ავიქარი. თან ეს ლორი არის პირდაპირ რაჭიდან და პირდაპირ რაჭიდანაც კი პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ გუდვილში და მათ დახლებზე დაგხვდებათ ყველანაირი საინტერესო გემრიელი კერძები, რომლებიც ლაბორატორიულად, რა თქმა უნდა, ადგილზე მოწმდება, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მიღებული არის ქართველი ფერმერებისაგან და შესაბამისად ჩვენ ძალიან ვენდობით. დღეს მე გამოვიყენებ ასევე გუდვილის ყველს, გუდვილის წარმოების იმერული ყველი, მზადდება ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით, არის ლაბორატორიულად შემოწმებული და რაც მთავარია, არის ნედლ რზეზე დამზადებული. გუდვილი გვთავაზობს ასევე სიმინდის ფქვილს, რომელიც არის მოწოდებული ქართველი ფერმერებისაგან. დახზე გადატანამდე კი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას. გუდვილის ხარისხის გუნდის მიერ, გარდა სიმინდის ფქვილისა, ასევე ღერღილი და ლობიოც გუდვილმა უკვე გამოგვიგზავნა პირდაპირ კილებში და რაც მთავარია, ყველა ფერმერისგან მოწოდებული პროდუქტი, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, არის ლაბორატორიულად შემოწმებული და კიდევ ერთ სანამ თქვენ ხელთათ მას იკეთებთ, კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომ გუდვილი ლოიალური ბარათის მომხმარებლებს თავაზობს მათი წარმოების იმერულ ყველს სპეციალურ ფასად, რომელიც ყველა ფილიალში არის ხელმისაწვდომი. იცი რა თხოვნა მაქვს ჩემ პროდიუსერებთან? ცოტა დიდი ზომის ხერხემალი. გიშოვით, სადღაც იქნება, სადღაც იქ მეგულება. თორე მაგრა გავწვალ. აქამდე დაჭრილი უნდა მქონოდა. აი, ლიკუ რა ვშვები? ნუ ესეთი ფორმით ვიქნები, რა მოხდა. მეტი არ ჩამეტია და ესე აგერ ხო ესენი გავშვი. უბრალოდ ესე დაგვიჭერით, ჯერ ეს ხელი ფენა გჭირდება. პატარა ხელი კუბიკები გჭირდება ესე ვთქვათ. ესე დაახლოებით, კი, ესე დაახლოებით. ჩვენ სიმინდის ფქვილში უნდა დავამატოთ ასევე ერთი ცალი კვერცხიც. ასევე დავამატებთ მინერალურ გაზიან წყალს და რა თქმა უნდა ჩავახეხოთ, როგორც უკვე ვახსენე, იმერული ყველი და მასთან ერთად სულუგუნიც და მე გადავალ ყველების მომზადებაზე. ესე გევამზადებთ ყველს, ლორი ჭრის პროცესს გადის, ეჭიდავება ვაშა. შემდეგ მოვამზადებთ, რა თქმა უნდა, ლობიოს. ძალა სჭირდება ამ ყველასას ნამდვილად. რომელსაც უკვე ვაშას ესე ძალა აღარ დამჭირდება და ლობიოს მე თავად მოვამზადებთ ხახვთან ერთად მოვთუშავთ ხახვს ტომატში. და რა თქმა უნდა შევთავაზებთ სხვა ალტერნატივასაც, ვისაც სიტყვაზე ტყემლით უფრო მოწონს. მე პირადად ტყემლით უფრო მიყვარს, მაგრამ
ტომატითაც ძალიან საინტერესო და ეს ლამაზი ფერის გამოდის. ლობიო. კი. მე მგონია რომ ყველა ვერსია მიყვარს. შემომთავაზოთ. მით უმეტეს კარგი იქნებოდა ესეთი საჭერელი სლაისერი რო გქონოდა, მაგრამ ამასობაში ინციდენტი გვაქვს როგორ? იცი რა, არა უშავს. ხელი არ გაიჭრა. სიმართლე რო გითხრა ხა სახში და სამზარეულოშიც ხელს იმდენად ხშირად ვიბანთ, რომ ხელით დაჭრასაც არაფერი არ უჭირს. იმიტომ რომ მით უმეტეს პირდაპირ არ მივირთმევთ. ხელად იყავით მაინც. სხვა ინციდენტს არ ქონდეს ადგილი. თაკო შენ თუ გიყვარს ლობიო? ლობიო ძალიან მიყვარს. ამზადებ ხოლმე? არა, არც ისე აქტიურად, მაგრამ ვიცი რომ ჭიშტად ამზადებ და გაგვიზიარე როგორ. დღეს პირველად ესე იგი ამაყად ვიგრძელე და ლიკონოს უზიარებდი ჩემს რეცეპტს ჭიშტართან დაკავშირებით და რაღაცა ძალიან ვიწონებდი თავს, მაგრამ აღმოჩნდა რომ გავს ეს რეცეპტი ერთმანეთს და ხა ბევრი ასე ვთქვათ იმპროვიზაციის შესაძლებლობა შვიშტარი არ გვაძლევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანია რომ აი სიფაფუკე რაც ჭირდება მას შევინარჩუნოთ და იგივე მინერალური წყლით შევძინოთ ეს ყველაფერი. და ლობიოს რაც შეეხება მართლა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს ყოველთვის კარგად არის ცნობილი როგორი სასარგებლო მცენარეული ცილებით არის გაჯერებული და აქვე გეტყვით იმასაც რომ ამცირებს ცუდი ხოლესტერინის დონეს ჩვენს ორგანიზმში და ესეც შეგიძლიათ რომ გაითვალისწინოთ რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ იმასთან დაკავშირებით რომ გულსცის ძაღლთა დაავადებები ვისაც აწუხებს, შეუძლიათ რომ ეს პროდუქტი აქტიურად ჩართონ კვების რაციონში. მე დაკავებული ვარ ცოტახანი ვერჩავერთვები თქვენ საუბარში და თაკო და იცი რა მაინტერესებს ჭიშტარის შემთხვევაში ტაფაზე ზეთში ამზადებ თუ ღუმელში? იცი ტაფაზე ზეთში მე მაინც მიყვარს ზეთით. იცი ღუმელშიც მიყვარს ზეთის გარეშე, თუმცა ალბათ მაინც განსხვავებულია ხოლმე გემოები და გაჩნია როგორ ხასიათდება. კი ბატონო, ჩვენ დღეს ცოტა იხუეზელივით ჭიშტარი გამოგვივა, იმიტომ რომ იქნება საინტერესო გულსარცით, რაც არის რაჭული ლორი. მე ჭიშტარშიც ვაპირებთ რომ გავაკეთო. ჭიშტარში დავამატებთ ლორს. ეგრე დაგვიანოს. მაგაზე ვთქვი რომ არასოდეს არ დამიგემოვნებიათ. ასე კი რაღაცა გამოვტოვე მე და კი. შუაზე კი არასდროს მაგრამ ძალიან გემრიელი იქნება ისე. კი, იმიტომ რომ ის ცოტა გემოებს თავისებურს კი შებოლილი გემოს მისცემს. და წუნიანებსაც ძალიან უხდება. ლობიოს წუნიანშიც აუცილებლად რაჭულ ლორს ვამატებ ხოლმე. და კვერცხშიც დილით შემწვარ კვერცხს ძალიან უხდება, იმიტომ რომ გამო კი. და თან კალორი პროდუქტია, ყველაფერს რელს დამახასიათებელ გემოს აძლევს და თავისთავად ხა. კი ბატონო, ზომიერად რაჭული ლორი სახში რაჯობი ამას. და ამიტომ შეგვიძლია შევიაროთ გუდულში და პირდაპირ რაჭიდან მივიღოთ სახში ლორი და სხვათა შორის ზამთარში ხშირად ვიყენებ ამ პროდუქტს მართლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ჩვენ ახლა ყველი უნდა კარგად გავხეხოთ. კი ბატონო. შემდეგ ღუმელი უკვე მზად არის, ფაქტობრივად. ღუმელი მზად არის და ესე იგი აქვე მაყურებელი ალბათ ხედავს ჩვენს ეკრანზე იმ წესებს, რომელიც უკავშირდება ლობიოს. როგორ უნდა მოვხარშოთ, ესეთი მარტივი წესები არის აქ წარმოდგენილი. პირველი, ესე იგი ლობიო რომ სწრაფად მოიხარშოს, მოხარშვის წინ ღამის მანძილზე ცივ წყალში უნდა დაალბოთო. საინტერესოა იქნება შენი ხრიკები როგორია და რამდენად ეთანხმები აი ამ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. ასეა, თუმცა მე მიყვარს ხოლმე პირდაპირ მოხარშვა. თუ დრო გვაქვს, მირჩევნია რომ პირდაპირ მოვხარშო, მაგრამ ძალიან კარგი ხერხია და მართლაც აჩქარებს პროცესს. მეორე ხრიკი ეს გახლავთ რომ ხარშვის დროს ლობიო არ გაშავდება თუ ქვაბს სახურავს არ დაახურავთო. არ ვიცოდი. მე არ იცოდი ემოციებიდან თუ ვიმსჯელებთ ლაშო. რა თქმა უნდა, მე რაც კერძებს ეხება აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, უბრალოდ ძალიან საქმეში ვარ ეხლა და არცალია ჩვენთვის, ლაშო მე მგონი დავკარგეს. ხო ხედავ, აი ამიტომ მიყვარს მე სამზარეულოში ფუსფუსი, რაღაცნაირად აი იმდენად ისვენებ, რომ არაფერი აღარ გახსოვს. თქვენი საუბრეთ? ესე იგი, შეგიძლიათ აიღოთ დიდი ქვაბი, ჩაასხათ წყალი და ჩაყაროთ ლობიო, აურიეთ ყველაფერი და ნახავთ, რომ რამდენიმე ლობიოს მარცვალი მაღლა ამოტივტივდება, ის უნდა მოაშოროთ, არ მოიხარშება, რადგან უკვე გაფუჭებულია და ესე იგი შეგვიძლია რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი მარცვლები და ცუდი ეს ამას რეცხვისასაც რომელსაც ბევრი ადამიანი მიმართავს და იყენებს, როგორც კი წყალი ადუღდება, გადაწურეთ ლობიო, საწურში გამდინარე წყლის ქვეშ გაავლეთ და
დააბრუნეთ ქვაბში. ქვაბის სუფთა წყლით შეავსეთ, ისევ დადგით ცეცხლზე, დაელოდეთ სანამ ადუღდება, რის შემდეგაც საჭიროა ცეცხლი გამორთოთ უკვე და ქვაბს დაახუროთ თავსახურავი და გააჩეროთ დაახლოებით 40 წუთი და აი ამ დროის განმავლობაში ლობიო გაფულდება. კი, იცი რა არის, გაფულდება კი ცხადია, მაგრამ არ ვიცი, არასოდეს არ გამომიყენებია აი ეს ხერხი. ტექნიკა, ხო? კი ბატონო. მეხუთე ესეთი რეკომენდაცია არსებობს ასევე ლობიოსთან დაკავშირებით. ჩაასხით სუფთა წყალი, დაახლოებით 2-ჯერ მეტი ვიდრე თავად ლობიო და დაადგით საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ლობიო ადუღეთ 1 საათის განმავლობაში, დროდადრო დაამატეთ ცივი წყალი და ცეცხლის გამორთვამდე გასინჯეთ მოიხარშა თუ არა. ლობიოს ჯიშიდან გამომდინარე, ესე იგი აღმოჩნდა, რომ არსებობს ჯიშები, რომელსაც სჭირდება ესეთი მიდგომები. გაგრილება სჭირდება, არ ვიცი, იმიტომ მე წყალს როცა ვავლებ ლობიოს მაშინაც მდუღარე წყალს შევაბრუნებ, რომ აი ეს პროცესი არ და რამდენჯერ უცვლი ხოლმე წყალს? სასურველია 2-ჯერ, მაგრამ ახლა თუ არ არის სიტუაცია, ერთხელ მინიმუმ აუცილებლად ვუცვლი. ხო, ჩემს ოჯახშიც ასეთი წესი არსებობს, რაღა დაგიმალა. ლობიოს მარილი უნდა დაამატოთ ასევე გამორთვამდე 5 წუთით ადრეო და წინააღმდეგ შემთხვევაში ლობიოს ხარშვის პროცესი გახანგრძლივდება მინიმუმ 2 საათითო. აი ესეც საინტერესო რეკომენდაცია ლობიოსთან დაკავშირებით. მოკლედ აღმოჩნდა, რომ რაღაცები ამ პროდუქტთან მიმართებაში არ გვცოდნია. დიახ. და ჩვენთვისაც სიახლეა. ლაშა რა კარგია, როგორ დამეხმარე, ძალიან დიდი მადლობა. კი, ძალიან კარგია. ამას აკვე დავამატებ. ხელთათმანი და გახვაწები მოგაშორებ. არა, იყოს მანემ იმას ხნა დავჭრი და მე ერთიანად იმას ვიდა. თაკო, გინდა არის საკადგილზე და შეგვიძლია აზრი არა. გინდა მოგეხმარებით დღეს ეს ფორმასეთი გადაუსვი. კი. იცი რა, ძალიან მიყვარს, როდესაც ერთიანად ფუსფუსებს სამზარეულოში, მე უფრო გემრიელად მიირთმევს ყველა. იცი რა, ეს რაღაც უფრო კარგად ფუსფუსებს. განსაკუთრებული რიტუალია. ხო, მაგარია და სამზადისაც თავისი ხიბლი აქვს და შემდეგ უკვე დაგემოვნების, ასე ვთქვათ. კი ბატონო, და ზოგადად მე მომხრე ვარ იმის, რომ უფრო დეგუსტაცია კი, ნამდვილად. მე იმის მომხრე ვარ, რომ მეგობრები პირდაპირ სუფრაზე კი არ დავპატიჟოთ, ჯერ მოვიწვიოთ და ერთად ვიფუსფუსოთ, მოვამზადოთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე დაგემოვნებაზე და რომ გაუზიაროთ ხოლმე. კი ბატონო, თან ყველა რაჭაზებს საუბრობთ და აი თან ყველა მეტნაკლებად თავისი გემოვნებით შექმაზავს ამა თუ იმ კერძს. კიდე გჭირდება, როგორ ფიქრობთ? არა, გვერდებზე გჭირდება ერთადერთი. მეტი აღარ გჭირდება, ახლა აქვე დავამატოთ ლორი და შეგვიძლია უკვე გავუშვათ ფორმაში. ამასაც დავჭრი, ხო? კი ბატონო. რაც უფრო მეტი იქნება უკეთესია. კი ბატონო და ამასაც უკვე გავუშვებთ ჩვენს ფორმაში და გავუშვებთ გამოსაცხობად. აღმოჩნდა ყველთან ერთად. კი, ცოტა ბოლოს ერთადერთი, ანუ უფრო შევათხელებ მასას, იმიტომ აღარ ვამატებ ახლა ზედმეტ სითხეს, რომ შევხედო როგორი კონსისტენცია აქვს ჩვენს ცომს და ბოლოს დავამატებ ცოტა სითხეს და გადავიტან ფორმაში. ცოტა სითხეს რას? წყალს? მინერალურ წყალს ვიყენებ დღეს, თუმცა წყალიც შესაძლებელია, ერთადერთი უბრალოდ უფრო ნეელთბილი წყლით მიყვარს ხოლმე ჩაზელა. ნუ თუ მინერალური წყალი არ მოგვეპოვება ამ შემთხვევაში კი ბატონო ნეელთბილი წყალი ამშვენიერი არჩევანია. კი ბატონო. მე ჩემი წვლილი მივიღე დღეს. გადასარევად. სხვათა შორის ჭვიშტარს აუცილებლად უმატებენ ცხიმს, ანუ პირდაპირ გამდინარს კარაქს ან ერბოს და ამ შემთხვევაში მე არ ვუმატებ, იმიტომ რომ ისედაც გვაქვს ეს აგერ ლორის სახით და ჩადნება შიგნით. ანუ ის ცხიმიანობა სჭირდება. ცხიმიანობა სჭირდება და ვისაც უფრო ცხიმიანი უყვარს თქვათ. ხო, ნუ აი ტრადიციულად ასე მზადდება. ახლა რა თქმა უნდა მეც აღარ ვამატებ და ვცდილობ რომ ესე ხა პირდაპირ კარაქი არ ჩავასხა, თუმცა რეცეპტში ასეა, მაგრამ დღეს ახლა ყველა თავისებურად ამზადებს ყველაფერს და როგორ უნდა მისცე? მე პატარა ისეთ ფორმები მიყვარს. აი ამ ფორმაში გამოვაცხობ მე. მთლიანად გამოვაცხობთ? კი, მთლიანად გამოვაცხობ, დროსაც დავზოგავთ და სამზარეულოშიც უფრო თან მაშინ როდესაც დიდი ოჯახის პირობებში გვიწევს ხოლმე კერძების მომზადება, უფრო სწორედ უწევს ლიკურნას და ლაშას. იცი რა, არა მარტო ღუმელში კერძების მომზადება მიყვარს, იმიტომ რომ დროშიც არის ძალიან მომგებიანი. გაუშვი შენს მზად ხარ, ამასობაში შეგიძლია რაღაცა სუფრა გააწყო თუ ყავა მიირთვა, იმიტომ რომ
აქ რო ხარ, მაინც აქ სულ უნდა იფუსფუსო და სადაც ჩვენ გადავალთ ხახვის და კარაქის მუთუშვამზე, მანამდე ეს ყველაფერი უკვე იქნება ღუმელში და ძალიან სწრაფად მომზადდება. რაც შეიძლება საქმეები გვაქვს და შეგიძლია რომ თან იფუსფუსო და თავი გადამოუკაცრო. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა ამ დარჩენილ ლორს მოვხარშავთ და აქ გვაქვს ესეთი ძალიან კარგი ტომატ პასტა, რაც ასევე სიახლეა გუდვილში, რა კარგია ბრენდი არის, რომელსაც საკმაოდ ისეთ ფართო ასორტიმენტი აქვს უკვე. თუმცა ახლა ბრინჯებიც დაემატა და სხვადასხვა პროდუქცია და აი ამ ტომატში, სწორედ ამ ტომატში მოვთუშავთ დღეს ჩვენს ხავსს, რო თქვენ რო არ გამოგაპაროთ ეს ამბავი, წინასწარ შეგატყობინეთ. იმდენი წვლილი მაქვს მიღებული ამ ყველაფრის დამზადებაში, რომ ვერავინ ვერაფერს აღარ გამინახავს. თან აქვე გეტყვით, რომ დღეს ჩვენ ძალიან სწრაფი ეფექტისთვის გამოვიყენეთ პიკოლო, ასეთი არის ნეაპოლური ბრენდი, რომლის პროდუქტები გუდვილის ყველა ფილიალშია წარმოდგენილი. ამჯერად ჩვენ ვიყენებთ პიკოლოს წითელ ლობიოს კონსერვს, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი და გარდა კონსერვებისა შეხვდებით ამ ბრენდის ეგრეთ წოდებულ სნეკებს, დილისთვის მიუსლებს და ესე ვთქვათ, წასახემსებლებს საუზმეზე და ძალიან კარგი ხარისხია. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ გავხსენით ქილა, შევაცხელეთ. შემდეგ ეს სითხე დავტოვე და მარცვალით ცოტა ცალკე დავიტოვე, რადგანაც მხოლოდ ნაწილ მარცვალს ჭყლეთ და ნაწილს მთლიანად ჩავტოვებ. აქ მოვშუშეთ ხახვი, ნიორი და ტომატი, დავამატეთ სხვადასხვა სუნელები, ამ ყველაფერს ერთმანეთს შევურებთ და ჩვენი ძირითადი კერძი აქ არის, უკვე მზად იქნება, ლორიც იხარშება და თუ დრო გვაქვს, მაყურებელს ვაჩვენებ, უბრალოდ რა სილამაზით ხვდება აი აქ. აბა. ანუ ჩემი დაჭრილი ლორი მაგაშია. აი აგერ არის, კი. ჭვიშტარი, ლორი. გასაცვლება თქვენთან ჭვიშტარი გამოვიდა. ქალბატონი მარინა მოხიბლული იყო ლიკუნას კერძებით, აი ისეთი სუნით გას ძვირფასო მაყურებელო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უხდება. ხო, ლობიოსაც, შაქარს არ უხდება. ხო, ლობიოსაც. ეხლა მე ვიტყოდი, მაგრამ ბატონი ამირანი შემეკამათება. ამას ჩემთვის მოუხდება კარგი რაჭული ხვანჭკარა. აუცილებლად სჭირდება, მე დავამატე. ხვანჭკარა სჭირდება. აქვე შეგახსენოთ, რომ გუდვილის ონლაინ მაღაზიის მისამართია goodwill.g. შეკვეთა შესაძლებელია როგორც ონლაინ საიტიდან, ასევე აპლიკაციით და თქვენ სასურველ პროდუქტებს გუდვილის გუნდი მოგაწვდით უმოკლეს დროში. და ჩვენს კერძების მომზადებაში და აი ამ ფუსფუსში, რა თქმა უნდა, გვეხმარება ტექნიკა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი ასე სწრაფად და მარტივად ყველაფრის მომზადება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ლიკუნასთან ეს სასიამოვნო საუბრები არ შევწყვიტოთ ხოლმე. კი ბატონო, მიდეა 50 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რაც ადამიანების ცხოვრებას ხდის უფრო მარტივს და კომფორტულს. კომპანიის მიზანია მიდეას დახმარებით ადამიანების ყოველდღიურობა გახდეს უფრო კომფორტული და კონდეთ დრო ფოკუსირდნენ უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე და გაიხსენონ რაჭაში მოგზაურობა და არაჩვეულებრივი ფილმები, ამიტომ მადლობა.